მოგესალმებით, მე ვარ თამთა კიკოლაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი. ვაგრძელებ ლექციებს თემაზე ფასიანი ქაღალდების სამართლის ზოგადი მიმოხილვა. მეორე ლექციაში შევეხები ისეთ თემებს, როგორიცაა ფასიანი ქაღალდების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა. ქართულ საკანონმდებლო სივრცეში ფასიანი ქაღალდების მომწესრიგებელი ნორმები მოცემულია სხვადასხვა კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სახით, რომელთა შესრულებაზეც ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონის მიზანია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ემიტენტთა მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისას მათი ინფორმაციის, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობაში სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება. ეს კანონი აწესრიგებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარების, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების, ბროკერებისა და საინვესტიციო ფონდების საქმიანობის წესებსა და პასუხისმგებლობას, აგრეთვე დამატებით მოთხოვნებს იმ საწარმოთა საქმიანობის წესისა და პასუხისმგებლობის მიმართ, რომელთაც ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და გაყიდვა ევალებათ, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონი საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით საკმაოდ კარგადაა შემუშავებული. გარდა იმისა, რომ ეხება ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს, აგრეთვე განსაზღვრავს ზედამხედველობის ორგანოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მომწესრიგებელი ნორმების შესრულებისათვის. ასეთ ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკი. გარდა ამგვარი მკაცრი მოწესრიგებისა, კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის სახეები განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო სახდელის ოდენობები და მათი დაკისრების წესი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. პირის მიერ ამ კანონის იგულისხმება ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის, ან მისი შესაძლო ქმედებით ინვესტორთა ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით მოსთხოვოს სამართალდამღებ პირებსა და მათ თანამონაწილეებს მიიღონ საჭირო ზომები თავიანთი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ვადა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ცალკე აქტით. შეაჩეროს აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან გარიგებანი, აგრეთვე სამართალდამღებ პირს შეუჩეროს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აგრეთვე აქვს უფლებამოსილება სამართალდამღებ პირს დააკისროს ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესების დამამძიმებელ განმავლობაში დარღვევისათვის შეიძლება დადგენილი იქნეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება დარღვევებსა და სანქციებს, იგი მოცემულია კანონის 55 პრიმა მუხლში. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან და მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სანქციები,
რომელსაც ქვემოთ მოგახსენებთ. თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილემ ან და მისი მმართველმა ორგანოს წევრმა დაარღვია ისეთი ჩაიდგინა ისეთი სამართალ დარღვევა, როგორიც არის ფასიანი ქაღალდების შეთავაზების წესი, ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, ლიცენზიის წესები, ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესები და სხვა წესები, საანგარიშგებო, კონფიდენციალურობის მოთხოვნები, ან და წესების შემუშავების პროცედურა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები და სხვა. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევებს გულისხმობ. დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს თანმიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, არათანმიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები, როგორებიცაა გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება, დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია მოთხოვნით, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილემ შეწყვიტოს და შემდგომ აღარ დაუშვეს ესეთის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაბრად. აგრეთვე აქვს უფლებამოსილება დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, ფასიანი ქაღალდების რეგულირებადი მონაწილის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება მმართველ ორგანოს მოთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება. ფასიანი ქაღალდების რეგულირებადი მონაწილისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქციის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული საახსრულებო ფურცლის საფუძველზე საახსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საინტერესოა ის, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონი არ ეხება ჩეკისა და თამასუქის მომწესრიგებელ ნორმებს, ხოლო მართლის საკანონმდებლო მოწესრიგება შემოთავაზებული გვაქვს ცალკე საკანონმდებლო აქტებით, ჩეკის შესახებ კანონით და თამასუქის შესახებ კანონით. ჩეკის შესახებ კანონი აწესრიგებს ჩეკის გაცემის, მოქმედების, ინდოსირების, თავდებობის, გადახდის წესს და აქედან გამომდინარე შედეგებს, აგრეთვე მასთან დაკავშირებული პრეტენზიების წარდგენის წესს. ჩეკის შესახებ კანონით განსაზღვრულია ჩეკის მკაცრი ფორმა, ჩეკის გადაცემა, თავდებობა, ჩეკის წარდგენა და განახდება, განსხვავებული და საანგარიშწორებო ჩეკი, პრეტენზიები ჩეკის გაუნახდებლობასთან დაკავშირებით, ჩეკის ეგზემპლარების შესახებ და ცვლილებები ჩეკში, აგრეთვე ხანდაზმულობის ვადები. თამასუქის შესახებ კანონი, რომელიც პრაქტიკულად და სტრუქტურული თვალსაზრისით იგივეა, როგორც ჩეკის შესახებ კანონი, აწესრიგებს თამასუქის გაცემას, თავდებობას, გადახდის, გამოყენების და გადაცემის წესებს, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად თამასუქიდან გამომდინარე შედეგებსა და პრეტენზიებს. ამავე კანონით განსაზღვრულია შემდეგი ინსტიტუტები: გადასაპირებელი თამასუქი, იგივე ტრატა თამასუქი, მისი შედგენა, ტრატა თამასუქის გადაცემა, აქცეპტი და მისი ფორმა, თავდებობა, გადახდა და გადახდის ვადა. მოთხოვნები თამასუქის გაუნახდებლობის შემთხვევაში, შუამავლობა თამასუქის ბრუნვიდან წარმოშობილ ურთიერთობებში, თამასუქის ეგზემპლარები და ასლები, ცვლილების შეტანა თამასუქში და ხანდაზმულობის ვადები. გადასაპირებელი თამასუქის გარდა გვხვდება სოლო ანუ მარტივი თამასუქი. ტრატა და სოლო თამასუქებს შორის უმთავრესი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ტრატა ანუ გადასაპირებელი თამასუქი შესაძლებელია ინდო-სამეტის გზით გადაეცეს სხვა პირს, ანუ თავისი ბუნებით ეს არის ტიპური საორდერო ფასიანი ქაღალდი. კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ფასიანი ქაღალდის სახე, რომელსაც არ ეხება ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონი, არის აქცია. მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად, აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის, იგივე აქციონერის მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში.
სააქციო საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ის ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც დაუშვებელია ამ კლასის აქციების პირველადი განთავსება, აქციების ნომინალური ღირებულება. საინტერესოა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსში ფასიანი ქაღალდების მომწესრიგებელი ნორმები, რომელიც არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24 თავით განსაზღვრული და ეს ეხება ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილ ვალდებულებებს. ამ თავში განსაზღვრულია საორდერო, საწარმდგომო და პირადი ფასიანი ქაღალდების კლასიფიკაცია და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მათი მიმოქცევის თავისებურებანი, რაც საბაზისო ნორმებს გვაძლევს ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობაში. რაც შეეხება ფასიანი ქაღალდების საპროცესო მოწესრიგებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23 თავით მოწესრიგებულია თამასწრაფისა და ჩეკის თაობაზე აღძრული სარჩელების განხილვა. ამ ტიპის სამართალწარმოებისას პირველ რიგში დგინდება დასაშვებობა, რაც განისაზღვრება შემდეგნაირად. თუ თამასუკის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღძრული იქნება თამასუკიდან გამომდინარე პრეტენზიები და სარჩელში მითითებული იქნება, რომ საქმის განხილვა უნდა მოხდეს გამარტივებული წესით, გამოყენებული იქნება 23 თავში გათვალისწინებული წესები. სარჩელს აუცილებლად უნდა დაერთოს ფასიანი ქაღალდი დედნის სახით და კიდევ ერთი თავისებურება იმაში ვლინდება, რომ მტკიცებულებად მხოლოდ წერილობითი დოკუმენტები განიხილება. ამასთან დაუშვებელია სარჩელების შეერთება და შეგებებული სარჩელის აღძვრა. მოპასუხეს, რომელიც უარყოფს მის წინააღმდეგ წამოყენებულ მოთხოვნას, ყველა შემთხვევაში მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გამოტანილი იქნება, შეუძლია მოითხოვოს საქმის დამატებითი წარმოება თავისი უფლებების განხორციელების მიზნით. გადაწყვეტილება მოპასუხის უფლებების შენარჩუნებით საბოლოო გადაწყვეტილებად ითვლება გასასაჭიროებისა და იძულებითი აღსრულების თვალსაზრისით, ხოლო საქმის დამატებით რაც შეეხება, თუ მოპასუხეს შენარჩუნებული აქვს თავისი უფლების განხორციელების შესაძლებლობა, დაურჩება სასამართლო წარმოების სფეროში. თუ საქმის დამატებითი წარმოების დროს გამოვლინდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული ამ თავში გათვალისწინებული წესების დაცვით უქმდება. მოსარჩელის უარი უნდა ეთქვას თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სასამართლო ხარჯებით შესაბამისად უნდა განაწილდეს. მოსარჩელის ევალება იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოპასუხეს გადაწყვეტილების აღსრულების ან ასეთი აღსრულებისათვის ხელი შემშლელი ქმედების შედეგად. მოპასუხეს შეუძლია წამოაყენოს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა დავის სასამართლო განხილვის პროცესში. საპროცესო სამართლებრივი მოწესრიგების კიდევ ერთი თავისებურება ვლინდება იმაში, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი უდაო წარმოების თავში აერთიანებს დაკარგულ საწარმდგომო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენის შესახებ წარმოებას. იგივე გამოწვევით წარმოებას. პირს საწარმდგომო ფასიანი ქაღალდის ან საორდერო ფასიანი ქაღალდის დაკარგვისას ან განადგურებისას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუძლია სთხოვოს სასამართლოს დაკარგული ან განადგურებული ფასიანი ქაღალდის ძალად დაკარგულად გამოცხადება და მასზე უფლების აღდგენა. განცხადება შეტანილი უნდა იქნეს სასამართლოში ამ უხში მითითებული საბუთის გამცემით დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. განცხადებაში უნდა აღინიშნოს დაკარგული ან განადგურებული საბუთის განმასხვავებელი ნიშნები, საბუთის გამცემით დაწესებულების დასახელება, აგრეთვე საბუთის დაკარგვის გარემოებანი. თუ საქმის წარმოების მიმდინარეობისას ფასიანი ქაღალდის ხელმძღვანემ განცხადება შეიტანა და წარადგინა დაკარგული ფასიანი ქაღალდი, მოსამართლე საქმის განუხილველად დატოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმის წარმოება გაგრძელდება. ტერმინი ხელთმქონე, რომელზეც იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აღნიშნავს მართლმსწობიერ ფლობელს, შესაძლოა რომელიც შეგვიძლია მოვიაზროთ როგორც მჭერი, ანუ არამართლმსწობიერი ფლობელი. რაც შეეხება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომლებსაც აწესრიგებს სამოქალაქო, რომელსაც აწესრიგებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონმდებლობას,
ასეთი მრავლადაა, მაგრამ მათ შორის უფრო მნიშვნელოვნებს გამოვყოფ, ესენი არის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 8 სექტემბრის ბრძანება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ნომერი 170/01 უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხისა და მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების მფლობელის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე. კიდევ ერთი ბრძანება, რომელიც მნიშვნელოვანია, ეს არის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 73/4 ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის მინიჭების ემისიის დამტკიცებული პროსპექტის და საჯარო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ. კიდევ ერთი გვაქვს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ნომერი 35/4 ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ. საბოლოო ჯამში ყველა ზემოჩამოთვლილი კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ქმნის ფასიანი ქაღალდების მომწესრიგებელ საკანონმდებლო ბაზას და